მადლობა რომ გვიერთდებით. უახლოესი 20 წუთი ვისაუბრებთ თემაზე რა არის ფსიქოთერაპია. მე გახლავართ დიანა ნიკოლაიშვილი, ვარ ექიმი, ფსიქოთერაპევტი და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ ლიცენზირებული კურსის ბიოსინთეზის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის კურსდამთავრებული. აქედან გამომდინარე, ფსიქოთერაპია ჩემთვის ძალიან ნაცნობი და ახლოა, ეს არის ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი და შესაბამისად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად კომფორტული ენით აგიხსნათ, რას ნიშნავს ფსიქოთერაპია. დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია, ძალიან ბევრ სხვადასხვა ფორუმზე თუ ჯგუფში შეხვდებით კითხვას, თხოვნას მირჩიეთ ფსიქოთერაპევტი, ვის მივმართო ნევროზის შემთხვევაში, როგორ მოვიქცე, როდესაც მაქვს შიშები, შფოთვები და ასე შემდეგ. მაშ ასე. დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად ფსიქიკური დარღვევები შეგვიძლია ორ დიდ ჯგუფად დავყოთ, ეს არის ფსიქოზი და ნევროზი. ფსიქოზი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კარგავს კავშირს გარე სამყაროსთან და ავტომატურად ქმნის შინაგან სამყაროში ერთგვარ აბსტრაქტულ ილუზორულ სამყაროს. ამ ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და ყოველგვარი მცდელობა სხვა ადამიანების, რომ დააკავშიროს ეს ადამიანი გარე რეალობასთან, ფიასკოთი სრულდება ფიასკოთი ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს კრიტიკას საკუთარი მდგომარეობის მიმართ და არ აღიარებს, არ აღიქვამს იმას, რომ მისი რეალობის აღქმა არ შეესაბამება რეალობას. ეს არის ფსიქოზი. ფსიქოზის ერთ-ერთი კლასიკური სიმპტომი არის ჰალუცინაციები, რომელიც შეიძლება იყოს მხედველობითი, მაგალითად ადამიანები ხედავენ რაღაცას, რაც რეალურად არ არსებობს, აუდიალური, როდესაც ესმით ხმები, რომელიც მას ესაუბრება, ან უბრალოდ ხმაურობს და კინესთეტიკური, როდესაც ჩნდება შეხების ან ტკივილის მიყენების შეგრძნება და ამ დროს რეალურად არავინ ეხება ადამიანს. კიდევ ერთი ესეთი ცნობილი და მნიშვნელოვანი სიმპტომი ფსიქოზის, ეს არის ბოდვითი მდგომარეობა. როდესაც ადამიანი საკუთარი მსჯელობით მიდის სადღაც არარეალურ დასკვნებამდე, ოღონდ ამ დასკვნების ჯერა. მაგალითად, თუ ქუჩაში დადის მანქანით და ხედავს პატრულის მანქანას, ეს ჯერ რეალობაა. მაგრამ ეს რეალობა მის გონებაში, მის მსჯელობაში მიდის დასკვნამდე, რომ მას უთვალთვალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე, როდესაც ხედავს პატრულს, ან როდესაც ხედავს გარე კამერებს, ის ფიქრობს, რომ ახლა პატრულის თანამშრომლები მას უთვალთვალებენ. ეს არ შეესაბამება რეალობას, თუ რა თქმა უნდა, კრიმინალი არ არის, ან რაღაც სხვა მიზეზით არ უთვალთვალებენ და აქედან გამომდინარე ეს ბოდვითი მდგომარეობა. ბოდვითი მდგომარეობის ჰალუცინაციების დროს ვითარდება ეგრეთ წოდებული მინუს სიმპტომები. ეს არის ზუსტად დაკარგვა რეალურ სამყაროსთან, ურთიერთობის, კავშირის და ამ დროს ადამიანი კარგავს სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ მათ უჭირთ მასთან ურთიერთობა, ადამიანი კარგავს იმ კოგნიტურ უნარებს, რომელიც მანამდე ჰქონდა, რადგან მისი გონება მთლიანად მოცულია იმ ბოდვითი იდეებით, რომელიც აქვს. ის კარგავს აღქმის სიმკაფიოეს, იმიტომ რომ მისი აღქმა ნაწილობრივ ან მთლიანად დაკავებულია იმ ჰალუცინაციების აღქმით, რომელიც მის ილუზორულ სამყაროში მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპია მაქსიმუმ დამხმარე საშუალებაა და პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც უნდა მოხდეს ასეთი პაციენტის მედიკამენტოზური მკურნალობა, ექიმი ფსიქიატრის მიერ დანიშნული, არა ნევროლოგი, არა სხვა დარგის წარმომადგენელი, არც ფსიქოთერაპევტი, ექიმი ფსიქიატრი. ფსიქოთერაპევტი შეიძლება იყოს ფსიქიატრი და ამ შემთხვევაში მას რა თქმა უნდა შეუძლია ანტიფსიქოზური მკურნალობის დანიშვნა, თუმცა თუ ფსიქოთერაპევტი არ არის ფსიქიატრი, მას არ აქვს უფლება მედიკამენტის დანიშვნის. შესაბამისად,
იმ მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ ფსიქოთერაპევტი დამხმარე როლს ასრულებს თერაპიაში და ეხმარება ადამიანს იმ სოციალური კავშირების, იმ გარე სამყაროსთან კავშირების აღდგენაში, რომელიც დაკარგა დაავადების, ესეთი მწვავე პერიოდის გამო. რაც შეეხება ნევროტულ სპექტრს, ანუ ეგრეთ წოდებულ ნევროზებს. ეს არის შედარებით მსუბუქი, ასე ამბობენ, მდგომარეობები, როდესაც ადამიანი გარე რეალობასთან კავშირს ინარჩუნებს, აღიქვამს რა ხდება მის ირგვლივ, მაგრამ აქვს კითხვები და აქვს კომუნიკაციის დარღვევა საკუთარ თავთან. ანუ ერთგვარი შეუთანხმებლობა, დისჰარმონია აქვს საკუთარ თავთან. მოდით ესეთი კლასიკური სიმპტომები ჩამოვთვალოთ და მივხვდებით რა არის. მაგალითად, საკუთარი თავის გაუფასურება. აკეთებს რაღაცას და საკუთარ თავს შინაგანად ლანძღავს და ამბობს, შენ არასდროს გამოგდის კარგი, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვი, ამ ქცევას არ გაპატიებ, ყველა შენ გიყურებს და ყველა შენზე ფიქრობს, იმიტომ რომ შენ ხარ წარუმატებელი, არ ვარგი ხარ და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ესეთი ძალიან ხშირი სიმპტომი, ეს არის შფოთვა. ეს არის უკვე შეგრძნების დონეზე, როდესაც ჩნდება სხეულში გარკვეული უსიამოვნო შეგრძნებები, შეიძლება იყოს დაძაბულობა, შეიძლება იყოს პირიქით სიცარიელის და ძალის დაკარგვის განცდა, როდესაც ადამიანს ეშინია, რომ მომავალში მოხდება რაღაცა ცუდი, ნეგატიური, უარყოფენ, გააკრიტიკებენ, იქნება წარუმატებელი და ასე შემდეგ. აი, ასეთ შფოთვით მდგომარეობებს ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის თანახლავს პანიკური შეტევები. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შფოთვით გამოწვეული ენერგია, რომელიც გროვდება სხეულში, საკმარისად დაგროვდა იმისთვის, რომ განიტვირთოს და თუ კი ადამიანი ამ ენერგიას რეალურ მოქმედებაზე არ ხარჯავს, ასეთ შემთხვევაში ეს ენერგია ერთგვარი შინაგანი აფეთქების სახით განიტვირთება და ვღებულობთ პანიკურ შეტევას. პანიკური შეტევა, ეს არის მდგომარეობა, ძლიერი შიშის, ფიზიოლოგიური ცვლილებების, გულისცემა აჩქარებულია, სუნთქვა ხდება ზედაპირული და უსწორმასწორო, ადამიანს გონია რომ კვდება ან გიჟდება, ეს არის ისეთი დამახასიათებელი სიმპტომები და მას აქვს ან გაქცევის, ან გაქრობის, ან დამალვის სურვილი. პანიკური შეტევა საკმაოდ ხანმოკლე მდგომარეობა, რომელსაც შემდგომში ახასიათებს საკმაოდ ხანგრძლივი ემოციური ვარდნა, ადამიანი წევს, ან ზის, არ აქვს არაფრის თავი, არ აქვს ენერგია, არ აქვს ძალა. შემდეგი სიმპტომი, რომელიც ასევე ძალიან ხშირია, ეს არის კონკრეტული ფობიები, მაგალითად ფრენის, ქვეწარმავლების, ცხოველების, გარეთ გასვლის შიში. როდესაც ეს შფოთვა დაკავშირებულია არა გლობალურ საკითხებთან, არამედ რაღაც კონკრეტულთან. ასევე შეიძლება იყოს სიტყვით გამოსვლის ფობია და ასე შემდეგ. აი, ზუსტად ამ ნევროტული სპექტრის აშლილობების შემთხვევაში ადამიანი მიმართავს ფსიქოთერაპევტს ფსიქოთერაპიისთვის. ხო და რა არის ფსიქოთერაპია? ფსიქოთერაპია ეს არის პროცესი, კომუნიკაციის პროცესი, რომლის დროს ფსიქოთერაპევტი ეხმარება ადამიანს დაამყაროს ჰარმონიული კომუნიკაცია საკუთარ თავთან, აღმოაჩინოს და მიიღოს საკუთარი თავი, საკუთარ თავში არსებული რესურსები და ამ აღმოჩენების შედეგად გააუმჯობესოს საკუთარი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რაც ავტომატურად აისახება მის ცხოვრების ხარისხზე, გააუმჯობესებს მის ეფექტურობას და გაზრდის კეთილდღეობას. შესაბამისად, ფსიქოთერაპია ეს არის საქმიანობა, რომელიც როგორც ხვდებით, უკვე არ არის წამლებზე დამოკიდებული და დამოკიდებულია რაღაცა სხვაზე. ეს არის ეგრეთ წოდებული ტექნიკები, ანუ ფსიქოტექნოლოგიები. სხვადასხვა ფსიქოთერაპიულ სკოლას ეს ტექნოლოგიები აქვს სხვადასხვა. მაგალითად, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია იყენებს შეხებას და კონტაქტს იმისთვის, რომ ადამიანს მისცეს საშუალება
მოკავშირდეს საკუთარ თავს, საკუთარ ტრავმულ გამოცდილებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვია ესე თუ ის ნევროტული აშლილობა. წარმოსახვითი ფსიქოთერაპია, როგორიც არის სიმბოლ დრამა, იყენებს წარმოსახვას იმისთვის, რომ დააკავშიროს ადამიანი ამ შინაარსებთან. არტ თერაპია იყენებს ხელოვნებას იმისთვის, რომ მოხდეს იგივე. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის თერაპია უბრალოდ სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანში გარკვეული ცვლილებები და ამ ცვლილებების შედეგად ადამიანის ცხოვრების ხარისხი ამაღლდეს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ფსიქოთერაპიული ინტერვენციის, ანუ ჩარევის სამი ძირითადი სიღრმე გამოვყოთ და ეს სამი ძირითადი სიღრმე არის ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტირება და კოუჩინგი. რა არის ფსიქოთერაპია? ფსიქოთერაპია ეს არის საკმაოდ ღრმა ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ აღმოვაჩინოთ ადამიანის ქვეცნობიერში ჩაწერილი საადაპტაციო მექანიზმები. ამ მექანიზმების უმრავლესობას ადამიანი ქმნის სადღაც 5 წლამდე. ყოველი შემდგომი გამოცდილება უბრალოდ ამყარებს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას. მოდით რაღაცა კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ. მაგალითად, ძაღლის შიში. თუ ბავშვი პატარა ასაკში ძაღლთან ურთიერთობის შედეგად მიიღო ტრავმული გამოცდილება, მაგალითად ძაღლმა უკბინა ან დაუყეფა და ძალიან შეაშინა და ამ დროს ბავშვს შეეშინდა, რომ ის შეიძლება მოკვდეს, ქვეცნობიერი იღებს სასიცოცხლო გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ ვიარსებო, იმისათვის, რომ გადავრჩე, მე ძაღლს არ უნდა მივეკარო. და ყოველი სიტუაცია, სადაც ადამიანს აქვს რისკი ძაღლთან შეხების, მაგალითად მიდის სტუმრად ადამიანთან, რომელსაც ყავს ძაღლი, ან ქუჩაში ხედავს მაწანწალად ძაღლს. ეს საადაპტაციო გადაწყვეტილება ქმნის ძლიერ შინაგან რეაქციას, რომელსაც ჩვენ ვეძახით შირს და ადამიანი იძულებულია დარჩეს სახლში, არ გავიდეს იმ გზით, სადაც ძაღლს ხედავს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში შიში ძალიან ძლიერია და ფასდება საკმაოდ მაღალი ქულით, ადბალიანი სისტემით, როდესაც ვთხოვთ, რომ შეაფასოს საკუთარი შიში, ადამიანი ამბობს, რომ ეს შიში ძლიერია მაგალითად 10-ზე, 9-ზე, 8-ზე ან 7-ზე, საკმაოდ ძლიერია. და რადგანაც ძლიერია, ადამიანს არ შეუძლია კონკრეტული მოქმედების გაგრძელება და ის იძულებულია შეწყვიტოს ის, რასაც მანამდე აკეთებდა, შეცვალოს ქცევა და შესაბამისად მისი ცხოვრების ხარისხი კლებულობს, ხო, იმიტომ რომ მიდიოდა სტუმრად და მოუწია სახლში დარჩენა, იმიტომ რომ იქ ძაღლია. მეორე სიღრმე, მეორე ინტერვენცია ეს არის ფსიქოკონსულტირება. ამ დროს ჩვენ ვარაუდობთ, რომ ადამიანს აქვს ჯანსაღი საადაპტაციო გადაწყვეტილება, მაგალითად ისევ ძაღლის შიში ავიღოთ, მას არ აქვს განცდა, რომ ძაღლთან კომუნიკაცია მას მოკლავს. მაგრამ მას აქვს გამოცდილება 5 წლის შემდეგ უფრო ხშირად ვიღებთ მსგავსი ტიპის გამოცდილებებს, როდესაც მის სოციალიზაციას საფრთხე დაემუქრა კონკრეტულად ძაღლის არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, ძაღლმა დაუყეფა, შეეშინდა და მეგობრებმა დასცინეს. ამის შემდეგ ყოველჯერზე, სადაც არსებობს რისკი, რომ ძაღლმა კვლავ შეაშინოს და მეგობრებმა კვლავ გარიყონ და შეიძლება უკვე საკმაოდ ზრდასრულია, მაგრამ ჩვენ სოციუმში ვცხოვრობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოციუმის შეფასება, ჩვენში ჩნდება იმ ადამიანში, რომელსაც აქვს მსგავსი ტიპის ფობია, ჩნდება უსიამოვნო შეგრძნებები და ეს შეგრძნებები ვლინდება შეიძლება სხეულის დონეზე ან შეიძლება ემოციის დონეზე. ის ამბობს, რომ ძაღლები არ მიყვარს ან მეშინია ძაღლების. რა თქმა უნდა, ეს ისეთი ძლიერი შიში არ არის, როგორც ფსიქოტრაუმული შიშის შემთხვევაში და თუ კი ადბალიანი სისტემით აფასებს ასეთ შირს ადამიანი, ის დაუწერს მას ქულას 6, 5 ან 4-ს.
და შემდეგი სიღრმე, უფრო ზედაპირული, ეს არის coaching-ი, რომელზეც ძალიან ბევრი ხსმენია დარწმუნებული ვარ, თუ კი ამ სფეროთი პიროვნული ზრდის და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებით დაინტერესებული ხართ, რას აკეთებს coaching-ი? Coaching-ი ეხმარება ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ მას საადაპტაციო და სოციალიზაციის დონეზე ყველაფერი რიგზე აქვს, უბრალოდ მას აკლია ან რესურსები, ან უნარები, ან ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჯანსაღი ურთიერთობა ძაღლთან, ისევ ძაღლი ავიღოთ. ამ შემთხვევაში ადამიანი ძაღლთან ურთიერთობის დროს გაჩენილ შეგრძნებას შირს არ ეძახის. ამბობს, რომ არ მსიამოვნებს ძაღლებთან ურთიერთობა. არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვიძაბები, როდესაც ამ დაძაბულობას აფასებს ადბალიანი სისტემით. ამბობს, რომ სადღაც 3-2-ზეა ეს დაძაბულობა და უბრალოდ არ არის ჩემთვის სასიამოვნო. ამ შემთხვევაში, თუ კი ადამიანს აქვს სურვილი, რომ ეს დაძაბულობა გადაამუშავოს, ჩვენ ვიყენებთ ტექნიკებს, რომელიც პიროვნული ზრდისთვის არის განკუთვნილი, საკმაოდ სწრაფი და მსუბუქი პროცესია წინა ორ პროცესთან განსხვავებით და ადამიანი იღებს ახალ რესურსებს ან ახალ უნარებს შეიმუშავებს, რომლის შედეგად მისი და ძაღლის ურთიერთობა ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძაღლი ეყვარება, აუცილებლად სახლშიც მოიყვანს ძაღლს და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის უსიამოვნო შეგრძნებები, რომელიც მანამდე ჰქონდა, აწუხებდა დისკომფორტს უქმნი და აღარ შეაწუხებს და აღარ შეუქმნის მსგავს დისკომფორტს, რაც რა თქმა უნდა მის ცხოვრებაზე დადებითად აისახება. აუცილებლად უპასუხებს სოფიას კითხვას მოგვიანებით და ბოლო რაზეც მინდა ვილაპარაკოთ დღეს, ეს არის სიტუაცია ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებული საქართველოში და როდესაც ჩვენ ვეძებთ ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრს, ნევროლოგს იმისთვის, რომ საკუთარი მენტალური ჯანმრთელობა გავაუმჯობესოთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის, რაზეც დასაწყისში ვისაუბრე, რა არის ფსიქოზური ტიპის აშლილობა და რა არის ნევროტული ტიპის აშლილობა და მივმართოთ სწორ სპეციალისტს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფსიქოთერაპია გჭირდებათ ან ფსიქოკორექცია, ამ შემთხვევაში თქვენ მიმართავთ ფსიქოთერაპევტს. საქართველოში დღესდღეობით ფსიქოთერაპევტები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო ან ფსიქოლოგიური ბაზა, შეიძლება სხვა ჰუმანისტური მიმდინარეობების ბაზა ქონდეთ, მაგრამ გავლილი აქვთ სპეციალური კვალიფიკაციის კურსი, რომელიც საქართველოში ჯერ აკრედიტირებული როგორც ასეთი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არ არის, რადგან არ არის კანონი ფსიქოთერაპიის შესახებ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი პროგრამა არსებობს, რომელიც ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და იმისთვის, რომ შეარჩიოთ სპეციალისტი, შეგიძლიათ კითხოთ, დაუსვათ კითხვა, სად მიიღო განათლება, რა კონკრეტული კურსები ან რა კონკრეტული სასწავლებელი დაამთავრა იმისთვის, რომ ფსიქოთერაპევტი გამხდარიყო. იმისთვის, რომ გახდე ფსიქოკონსულტანტი, საკმარისია ფსიქოლოგის ბაკალავრი, მაგისტრი და ამის შემდეგ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, რომელიც იმ უნარებს ჩამოუყალიბებს ადამიანს, რომელიც კონსულტირებისთვის არის საჭირო, ხოლო coaching-ის შემთხვევაში ასევე არის coaching-ის სკოლები, რომლებსაც ამთავრებენ ადამიანები და ამის შემდეგ უკვე ხდებიან coach-ები. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ცენტრში მუშაობენ ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტები ან ამ ლიცენზიის მაძიებელი ფსიქოკონსულტანტები, რომლებიც ძალიან მალე ფსიქოთერაპევტებიც გახდებიან და თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ ნევროტული სპექტრის აშლილობების შემთხვევაში. და გეტყვით, რომ ჩვენს ცენტრში არის პროფესიული კურსები სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი გაამდიდრონ საკუთარი ცოდნა, საკუთარი უნარები დახვეწონ ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სკოლაში და ამის შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენ როგორც ბავშვთა ფსიქოლოგებს, ასევე ზრდასრულთა ფსიქოლოგებს. გვაქვს დიდი არჩევანი კურსების, შეგიძლიათ მოგვმართოთ და გადახედოთ იმ კურსებს, რომელიც ამ ეტაპზე არის
არის დაანონსებული, შემოგვიერთდეთ და გახსოვდეთ, რომ ფსიქოთერაპევტი არ არის ადამიანი, რომელმაც ერთხელ მიიღო დიპლომი, კედელზე ჩამოკიდა და მთელი ცხოვრება მუშაობს. ყველაფერი იცვლება დამოკიდებულება, ჩვენი სფერო არის ძალიან ახალი, ახალგაზრდა და მუდმივად განვითარებადია, ვითარდება ის გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოჩნდება თანამედროვე ადამიანი და მიდგომებიც იცვლება, შესაბამისად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი იმის თუ როგორ შეარჩევთ ფსიქოთერაპევტს არის ის თუ რამდენად მუდმივად ვითარდება და გადის სხვადასხვა კურსს, სხვადასხვა ტრეინინგს, მონაწილეობს კონფერენციებში, ჩართულია კვლევით საქმიანობაში, ეს არის ნიშანი პროფესიონალიზმის და ადამიანის სურვილის მუდმივად შეესაბამებოდეს პროფესიას. რაც შეეხება იმას თუ რა არის რატომ ვეძახით პაციენტს ან კლიენტს, აქაც ძალიან საინტერესოა, როგორც ხვდებით, ნევროტული სპექტრის აშლილობა არ არის დაავადება, ეს არის ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს არ გამოსდის კომუნიკაცია საკუთარ თავთან. ამიტომ მიჩნეულია, რომ ასეთ ადამიანებს პაციენტებს, ანუ ავადმყოფებს არ ეძახიან. თუმცა სიტყვა კლიენტი ბევრისთვის ძალიან უსიამოვნოა. მე სამედიცინო ბაზისი მაქვს და ჩემთვის უფრო კომფორტულია ყველა ჩემთან მოსულ ადამიანს პაციენტს ვეძახი. ფსიქოკონსულტანტები კლიენტებს ეძახიან და ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ ჩვენ ხვდებით, რომ ადამიანს ნევროტული სპექტრის აშლილობა, ფსიქოზური სპექტრის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს გადამისამართება და ესეც არის ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება, თუ ფსიქოთერაპევტი ცდილობს ფსიქოზის განკურნებას და არ აყენებს ადამიანს, არ აინფორმირებს ადამიანს, რომ მას მედიკამენტოზური მკურნალობა ჭირდება. ეს არასწორი მიდგომაა, აქედან გამომდინარე, ესეც დახმარებაა, ხომ, სწორი გადამისამართება. ახლა კითხვა გვაქვს ჩატში, რომელსაც წავიკითხავ, მოგესალმებით, როდესაც ადამიანი სრულიად ამოიჩემებს სხვა ადამიანს და მანამ ლანძღავს და ემტერება, სანამ რადიკალურად არ შეიცვლება რამე. მერე სხვას ამოიჩემებს და ასე გადადის სხვებზე. ამ მდგომარეობის ადამიანს რა შეიძლება ვუწოდოთ? საინტერესო კითხვაა, სოფია, რა თქმა უნდა, მხოლოდ აი ამ კითხვით დიაგნოზის დასმა და სახელდება არ შეგვიძლია, თუმცა ეს შეიძლება იყოს ხასიათის სტრუქტურა, ერთგვარი ხასიათის პათოლოგია, როდესაც ადამიანს მუდმივად ჭირდება კონფლიქტი იმისთვის, რომ იგრძნოს, რომ არის და ასევე ეს შეიძლება იყოს მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა და თუ კი თავად აღიქვამს საკუთარ პრობლემას, კარგი იქნება, რომ გაიაროს ფსიქოდიაგნოსტიკა, თუ ეს არის მოსაზღვრე ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოთერაპია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არის ფსიქოპათოლოგია, მან უკვე სპეციალისტი წყვეტს, საჭიროა თუ არა მედიკამენტის დახმარება და აი ამის თქმა კინაღამ დამავიწყდა. ფსიქოთერაპიის შემთხვევაში, ანუ როდესაც ჩვენ ნევროტულ სპექტრთან მუშაობთ, იმ შემთხვევაში თუ ადამიანის სიმპტომები არის იმდენად ძლიერი, რომ მას არ შეუძლია ფსიქოთერაპევტთან მუშაობა და დამოუკიდებლად საკუთარი მდგომარეობის მართვა, რეკომენდირებულია დამხმარე მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ნიშნავს. ეს შეიძლება იყოს ექიმი, ფსიქიატრი, ან ექიმი, ფსიქოთერაპევტი, რომელსაც აქვს მედიკამენტის დანიშვნის ნებართვა. და ამასაც აუცილებლად ვაქცევთ ყურადღებას. ყველა ნევროტულ აშლილობას მედიკამენტი არ სჭირდება, ყველა დეპრესიულ მდგომარეობას ანტიდეპრესანტი არ სჭირდება, ყველა შფოთვის მმართველი მედიკამენტი არ სჭირდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მდგომარეობა მძიმეა და ასეთ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოთერაპევტმა რეკომენდაცია გაუწიოს დროებით მედიკამენტოზურ დამხმარე მკურნალობას. მე
ყველაფერი ვთქვი, რაც დღეს მინდოდა მეთქვა. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. მადლობა კითხვისთვის, სოფია. და რა თქმა უნდა, შემდეგ 4 შაბათს 11 საათზე შევხვდებით ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრის სტიმულის გვერდის პირდაპირ ეთერში. ვისაუბრებთ სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ გაქვთ ესეთი მნიშვნელოვანი თემები, კომენტარებში გთხოვთ დაწეროთ, რომელი თემა არის თქვენთვის აქტუალური და ამ თემაზე აუცილებლად მოგაწვდით ლაივს. მადლობა და გემშვიდობებით.